უკვე მეექვსე წელია რაც ტარდება ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კონკურსი, იმიტომ რომ უამრავი ახალი სახელი აღმოაჩინეთ, ძალიან საინტერესო შეხვედრები ხონდა ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებთან ერთად არაერთ საინტერესო ფესტივალსა თუ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გასულ წელს ამ გამარჯვებულ ახალგაზრდებთან ერთად ვიყავით ისრაელში, გასულ წელს ვიყავით ირანში, ფერეიდანში ჩავატარეთ პოეზიის საღამო, ვიყავით წიგნის ბაზრობაზე თეირანში და იყო ულამაზესი დღეები. 2 წლის წინ ასეთივე შეხვედრა იყო ისრაელში და ჩვენ შევხვდით იქაურ წერილებს, ჰქონდა უნივერსიტეტთან შეხვედრა და ჯვრის მონასტერში ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ჯვრის მონასტერში ჩატარდა ქართული პოეზიის საღამო და ორ ენაზე ქართულად და ინგლისზე წავიკითხეთ ვეფხისტყაოსანი და ეს იყო ჩემი ცხოვრების და მე ვფიქრობ იმ ახალგაზრდების ვინც ჩვენთან ერთად იყვნენ უბედნიერესი დღეები. ასევე ცოტა უფრო ადრე ჩვენ გვყავდა ახალგაზრდები სხვადასხვა ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს სომხეთის ახალგაზრდულ ფესტივალში და რამდენიმე ჩვენი ახალგაზრდა მწერალმა იყო მსოფლიო ფესტივალის მონაწილე, რომლებიც გავითანეს ასეთი კონკურსით და მსოფლიო ანთოლოგიაში იყო ძალიან მობილურები გამოირთო ცოტათას სულ ამას ნახევარი საათი გაგრძელდება ეს შეხვედრა და ნახევარი საათის მერე შეგიძლია ესე დიდი ბოდიშის მოხდით. და მე მაგალითად იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს კონკურსი, რომ სადაც სულ ფიქრობ იმ ახალგაზრდებზე, რომელსაც უკვე ვიცნობდი, ვის რა, როგორი ცხოვრების გზა. მაგალითად გავიგეთ, რომ ძალიან ნიჭიერი 2 ახალგაზრდა მწერალი შეუგზა ბექა ახალაია და ანიმატისი და მიხარია, რომ ჩვენი კონკურსის წარმატებული ახალგაზრდები, არ ვიცი არიან თუ არა ამ წუთას რომელიმე მათგანი, ჩვენი კონკურსის წარმატებული ახალგაზრდები არიან უკვე შეუგლებელები და პატარა შვილი. გადმომცეს თაფლობის თვე. აი, ბავშვი ისრაელში აღბედრე. ასევე ჩვენი ერთ-ერთი გამარჯვებული ნიკა კრივიშვილი ახლა პარიზში ცხოვრობს და მოიყვანა მეუღლე და ის ჩვენთვის არის ძალიან საცეკვაო, რომ უნიჭერესი ახალგაზრდა არის და დღეს ვინც მოგიწვიეთ ეს საერთოდ მიიღო მონაწილეობა 230 ახალგაზრდა და პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავიდა ის ხალხი, ვინც დღეს ჩვენთან არის სტუმრად. ყველა ზოგჯერ იყო შემთხვევა და ძალიან შეიძლება განვიცდი ხოლმე, იმიტომ რომ მე ვიცი როგორი გასტა, როცა ახალგაზრდა მწერალი იღებს მონაწილეობას კონკურსში. აი ზოგჯერ სრულიად პატარა რაღაცა, მაგრამ ჟიურში რამდენიმე კაცი იყო, ზოგჯერ ნახევარი ფულა წვეთს აბა თუ იმ ახალგაზრდის ბედს, მაგრამ ერთი რამ მართლა მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ძალიან ხშირად აი ვისაც დააგდება ხოლმე სულ ველოდებით მომავალს გამოჩნდება თუ არა ეს ახალგაზრდა გაიზარდა თუ არა, როგორია მისი შემოქმედება და რა ვიცი, მე ძალიან მიხარია, რომ აი ვინც მომზადეთ ყველა თქვენგანი ის ადამიანები ხართ, ვინც მიმაჩნია, რომ არის უკვე მწერალი და მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენ თვითონ იყო ჩვენი კონკურსის მონაწილე. ეს კონკურსი ტარდება უკვე წლებია ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის თანადგომით და მე მინდა უდიდესი მადლობა უთხრა ქალაქ თბილისის მერიას, ქალბატონ ნეგას დიდი მადლობა ჩვენი ეს ქალბატონს, რომელიც ყოველ წელს არის ჩვენი თანამდგომი ამ კონკურსებში და ყოველთვის ჩვენთან ერთად ელოდება თუ რა შედეგები იქნება. ქალბატონი ნანა გიორგაძე არის ჩვენი ყოველი ამ პროექტის ხელმძღვანელი და მე უდიდესი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნანას და ყოველი წელი ჩვენ თავიდან პირველად გაჩნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემია, შემდეგ ჩეუგიშვილის პრემია გაჩნდა, შემდეგ ვაჟა-ფშაველას წელი იყო და გადავწყვიტეთ, რომ მთელი კავკასიიდან მოგვეწვია მწერლები და ვაჟა-ფშაველას მიუძღვრით ის წელი. წლევანდელი წელი ეძღვნება ყველა ქართველისათვის რჩეულ ადამიანს, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ბატონი ჯემალი ისეთი ქართულით საუბრობდა და ისეთი ქართულით საუბრებოდა მას უფალი, მხოლოდ რუსთაველის ქვეყანას რომ შეეფერება და ეკადრება და მადლი უფალს, რომ აი ასეთი ქვეყნის, 2 დიდი ქვეყნის შვილი იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი და მადლი უფალს, რომ ასეთი მწერალი ყავდა ჩემს თანამედროვეობას. სხვათა შორის დღეს წელს ერთი განსხვავებული სიურპრიზი არის ბატონი ჯავნე ხუხაშვილი, მინდა მივესალმოთ მას და მადლობა უთხრათ, რომ ჩაერთვა ჩვენს კონკურსში. ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ნათელა პატაკაციშვილი, რომელიც დიდი პოეტის სიტყვებს უნდა ვეცნოთ, რომ ლამაზად შვილის გაგზელი მართლაც
ღმერთია და უფლის თანაზიარია და დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ არსებობთ ამ ქვეყანაზე და თქვენი შვილი თქვენ გემყარებოდათ, არ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ თქვენ სიკეთით სასახა და გმირი ქალი მზადები და თქვენი შვილი ლეგენდა იყო საქართველოსთვის და უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მოგზავნით ჩვენთან და დაგვაგვშენეთ დღევანდელ დღეს. ჩვენთან არის ჩვენი ცოცხალი კლასიკოსი დღეს ბატონი რევაზ მიშვერაძე. ყოველთვის არის ჩვენი ყველა ორსის თანამდებობი და გულშემატკივარი თითოეული ფერდანის ამ არის პატრონია. მიშვერაძე მაგამ მიდე. ქალბატონი მანდა დუბაძე იყო ჟიურის თავმჯდომარე წელს და მაინც თარგმანებზე ჰქონდა გამაყენებული ყურადღება და ქალბატონი მანდა როგორც თარგმანი, როგორც წერალი და ასევე როგორც ჩვენი ოჯახის კლასიკოსის ქალიშვილი ნოდარ დუბაძის ქალიშვილია მანადა და მას არ ჭირდება დიდი მამის სახელის თვითონ არის დამოუკიდებლად ძალიან მნიშვნელოვანი მისი შემოქმედება, მაგრამ ასევე გმირი ქალბატონი არის ერთი წელი ავღანეთში იბრძოდა. შვიდობიანი მისიით იყო წასული და მართლაც საოცარი წიგნი. საოცარი წიგნი დაწერა, იმიტომ რომ დღეს როცა ძალიან ხშირად ჩვენ უამრავ წიგნს ვკითხულობთ ომზე, სიძულვილზე, ადამიანთა შორის დაპირისპირებაზე, მადლობა ქალბატონ მანანას, რომ ეს წიგნი არის სიყვარულის წიგნი და გმირობის წიგნი. ბატონი ბაღათერ არაგული არის ჩვენთან და დიდი მადლობა ბატონო ბაღათერ, რომ მოგზავნით ჩვენი ისტორია ასევე სტრატეგიაში თავმჯდომარის მოადგილე და ბატონი ბაღათერი ყოველთვის დიდი გულშემატკივარი ახალგაზრდა მწერლების და მე ვიცი ამ კონკურსის მერე თქვენი არაერთის ნაწარმოები მოხდება სისხლის ფურცლებზე და ჩვენთვის მაინც გამორჩეულად საყვარელი იყო სისხლიანი ჩემი თაობისათვის. ბატონ ნომადი ბართაიას ხედავდი ბრძანდება ჩვენი სიმღერა წერალი თარგმანი და წერილი წელი მე როგორც მოგახსენეთ საინტერესო მითიყო იყო პოეტური ნაწარმოებები, იყო პროზაული ნაწარმოებები და იყო თარგმნილი ნაწარმოებები და თარგმნილი ნაწარმოებები იყო არაერთი ენიდან. ამიტომ ჩვენ დავჭირდა კონსულტანტების მოწვევა, რომლებიც გვიდასტურებდნენ, რომ დედასთან ახლოს არის თარგმანი და შემდეგ უკვე ხატულად ვაფასებდით ჩვენ. ამიტომ ეს იყო თანამედროვე ირანული პოეზია, ეს იყო ესპანური პოეზია, იყო ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი ნაწარმოებები, ქართულიდან რუსულად და რუსულიდან ქართულად თარგმნილი ნაწარმოებები, ინგლისურიდან, გერმანულიდან, სოფლის არაერთი ენიდან მივიღეთ ჩვენ თარგმანები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გამიხარდა ის, რომ ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფმა, მარატონის ჯგუფმა ქართული და რუსულად თარგმნა თანამედროვე ქართული მწერლობა და ძალიან საინტერესო და კარგი თარგმანები იყო, რისთვისაც ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ჯგუფს. ეს ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მწერალთა ჯგუფი არის. წინასწარ ჩვენთან არის კიდე თამრიგო მახრა. თამრიგო ემალიშვილობი. ჩვენი მშვენიერი თამრიგო, რომელიც ემალიშვილობი. ჯერ გამორჩეული ქალბატონი თავისი საქმიანობით, თავისი სიკეთით და მე როგორი გულისხმიერი არის ის ბატონი ჯემალის ხსოვნისადმი. საოცარი საღამო გააკეთა რუსთაველის თეატრში ხსოვნის დღეს და მისი ყველა დღე, ყველა საქმიანობა არის სავსე ქართული კულტურის ერთგულებისა და სიყვარულისა. ასევე დიდი მადლობა ორგანიზაციისათვის და ახლა უკვე კონკრეტულ საქმიანობაზე გადავიდეთ და დავიწყოთ თუ როგორ და წინასწარ გონიშნუხდი ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც ახლა არ მოუწია გამარჯვებულთა რიცხვში მოხვედრა, იმიტომ რომ ძალიან იყო შემთხვევა მართლა სასწორზე იყო ორი ახალგაზრდა და იმ მეორე რომელმაც თქვა რაღაც სულ ამდენი ნაკლები მიიღო ბოდიში მინდა მოუხადო წინასწარ და წელადები წელი დიდი არ მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოგესწრებათ ბატონ ჯემალ აჯიაშვილის მიუძღვენით ეს კონკურსი და ჯემალ აჯიაშვილის უშვენიერი თარგმანები ებრაული პოეზიიდან